მოგესალმებით მეგობრებო. დღეს უკვე არის 25 რიცხვი, 25 თებერვალი. ისევ მეორე ცვლა ვარ და ახლა არის პირველი ნახევარი. ამ პირველი ნახევრიდან 2 საათამდე უნდა, ანუ საათნახევარი დარჩენილი უნდა მოვასწრო სადილის მომზადება. მოკლედ მაღაზიაში უნდა ჩავიდე. ვაკეთებ სუპს ახლა. ჩავიღო ის დასადგამი. ხო და მოკლედ ვისაუბროთ ცოტა სანამ წავალ. მოდით აქ დაგაყენებთ. აი ასე. ახუნი იყო. იქ ფანჯდან ის რო არის სენსორი, მოკლედ იქ მანქანების ადგომია რა. სარეცხი დავრეცხე, ცოტა ხნის უკან. ისე მეზარება, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. ჯერჯერობით ესეა. სუპს ვაკეთებ ბროკოლით. მოკლედ კარტოფილი, ბროკოლი, სტაფილო, წვანილები, ხახვი და გუშინ მოვიტანე ესეთი გალინა ბლანკას, რა ჩანს ხოლმე. ეს გალინა ბლანკა. და ამას მგონი გავუკეთებ ამ პორციაზე 4 წელი დაჭირდება. სავარაუდოდ. ეწებებულია, მაგრამ მოკლედ რაზე მინდა ვილაპარაკო. ეს ჩვენთან როა ეს ნახეთ. არ ვიცი ახლა გამოჩნდება, მაგრამ ახლა ვარ მე ჩაცმული 2 ლარად, მეგობრებო. ეს ლარი ღირს და ქვედა ლარი. ძალიან კარგია ყველაფერი ეს ჩასასვლელთან არის რა. აი რო იტყვიან кучи мусора можно найти что-нибудь, а есть варианты რა შეიძლება იმ რაღაცა უსახო იმებში იპოვო რამე საინტერესო და დაგათვალიერებინებთ ახლა. მაგრამ რა არის იცით, აი ყველაზე მეტად რა მაშფოთებს ამ მიწისქვეშა გადასასვლელში. ამ ხელა ტერიტორია, ანუ მიწისქვეშა გადასასვლელში, რომელიც თავის დროზე იყო, ანუ ადამიანებისთვის, რომ გადასულიყვნენ ერთი ნაპირიდან დროზე ტროტუარიდან მეორე ტროტუარზე, იმიტომ რომ დიდი ის არის გადასასვლელი, კი არის შუქნიშანი, მაგრამ ისეთ მოუხერხებელ ადგილზეა, რომ უნდა მოკლედ ახვიდე-ჩახვიდე ეს მიწისქვეშა გადასასვლელი თავის დროზე იმიტომ გაკეთდა ზუსტად, რომ იყო რა გათვლილი მაგაზე. ხო, თან გაჩვენებთ, დაგათვალიერებინებთ. ისეთი ლამაზია, მეგობრებო, ისეთი ლამაზი, რომ ავიცი, ტანზე განსაკუთრებით. მაისური უკვე ყველაფერი გავრეცხე. ახლა გარეცხვაზეც ტანზე არის როგორ იცით, აი რა გეგონება ის არის, რა ქვია. წყალში რომ ცურავენ და მოკლედ კოსტიუმები როა ძალიან პრიალა. ძალიან ლამაზია. უკან ესეთია, ლურჯი და იასამნისფერია. მოკლედ. კაი მაისურია ზაფხულისთვის. პიჯაკის შიგნით ჩასაცმელად. კიდე ეს ზარას ლეგინსებზე ამ ბოლო ხანებში რაღაცა ის მაქვს მე. ზარას ლეგინსებია ესეთი. ორივე მხარეს ქვემოთ მეიკები აქვს, გვერდზეც აქვს მეიკა. ელვა. მოკლედ ზარა არა. და ლარად ვიყიდე ესეც. ანუ ისიც ვარად, ესეც ვარად. ხო. კიდე ზაფხულისთვის ვიყიდე
ესეთი ძალიან ისეთი თავისუფალი შორტები. ანუ სახში ჩასაცმელად მე შორტებს სხვაგან ვერ ვიცმევ. ანუ სახში რა რომ ცხელა ძალიან, ამას ჩავიცმევ ხოლმე და ჯიბეები აქვს აქ. ძალიან კარგად მაქვს სტანზე, ზუსტად ჩემი ზომაა. მოკლედ ესეთი ყვავილებიანი, ამაზე წავა შავი მაისური ან თეთრი. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს სახში. ხო და ესეთი შარვალი ნახეთ როგორი არ ვიცი გამოჩნდება თუ არა მეგობარი შუქია აწეული შევხედვა ой რა მაგრამ ყოფილა აწეული ბზინავს მოკლედ რა ესეთი ის აქვს და სხვათა შორის გამჭვირვალეა ცოტა ну ალბათ შიგნიდან უნდა ჩაიცვა რაღაცა ველოსიპედის იმას რო ეძახდნენ მოდაში რო იყო მოკლედ რაღაცა მუხლებამდე ლეგინსების მაგვარი ოღონდ მუხლებამდე რა ძალიან ეს არის კარგი ქვემოთ შლაქსებია ახლა ძალიან მოდაშია ესეთი ფასონი ფერები სპეციალურად ისეთი ფერი ავარჩიე რაღაცა უფრო მოყავისფრო მოყვითალო რომ ის იყოს რა ცეცხლოვანი ცეცხლოვანი ცხენის წელი მოკლედ ძალიან მომწონს სტანზე ძალიან ლამაზია და კიდე ერთი ხო ეს მანამდე ეს ლეგინსები ქვემოთ რაც მაქვს ეს მანამდე ვიყიდე და ეს ხო ეს ზედა და ვანდას ავუღე სახში ჩასაცმელი ფულეს ის არის სპორტულებივით არის პიჟამა სპორტულია რაღაცა მაგაგვარი სახში რო აწვიოთ ხოლმე და ესეთი შესაკრავით ეს ლენტი მოკლედ ძალიან კარგი ისა ცოტა რაღაცა ლაქებივით ქონდა რომ გავრეცხე იდეალურად გაწკრიალდა ხო და აი მაგაზე მინდა ახლა ვისაუბრო ზუსტად რომ კი ახლა ვიზუალურად ახლა ზოგს ისე ლამაზად აქვს ჩამოკიდებული რაღაცა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან სერიოზული რაც ну ანტისანიტარია რა ზოგადად ამ მიწის ქვეშ გადასასვლელებში და არ ვიცი აი ხო იყო გავრცელებული მუნი და ესეთი რაღაცები ხა კი ყველა მიცით რომ ეს მეორადი ტანისამოსი სანამ შეიფუთება და უცხოეთიდან წამოვა სპეციალურ ხსნარებში ატარებენ და დეზინფექცია უტარდება მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში აქ ამოღებული ზოგი თან არ არის იქიდან ზოგი არის ადგილობრივი ანუ მე ხშირად შემიჩნევია ესეთი რაღაცები რაც აი თვითონ რო არ სჭირდება ადამიანს რა და ისეთი ტანისამოსიც მიუტანია ჩაუბარებიათ როგორღაც რა ხო ხდებით რასაც ვიძახი ანუ არ არის ყველა უცხოეთიდან ჩამოსული და რაღაც ვფიქრობ რომ დაავადებების კერა შეიძლება იყოს თანის ჩახუთული სიმიწის ქვეშ არ ნაშობა არ არის აი ეგრეთ წოდებული ვენტილაციაც რო ეძახიან ხო არ არის და მოკლედ რა და თან არის საშინელის აი ჩახუტულობა და სივიწროვე აი ფეხს ვერ დაადგავ რა ადამიანი ვერ გაივლი თავისუფლად ნორმალურად და მოკლედ ძალიან ცუდი სიტუაცია ამ მიწის ქვეშ გადასასვლელში კერძოდ სადგურის მრედნის ქვემოთ არადა მართლა ისეთი ის არის პერსპექტიული ადგილი თვითონ ეს მიწის ქვეშ რომ შეიძლება აი ლამაზად კოხტად კი იყოს ის მეორადებს მაგრამ ლამაზად კოხტად რომ მოწესრიგდეს რომ ადამიანმა შეძლოს გავლაც და თან დათვალიერებაც იმიტომ რომ აი სიტყვა ესეთი დომხალი რაღაცა ესია ყველაფერი დაყრილი მოყრილი და აი არა ესთეტიურია რა ჩემი აზრით და ძალიან აი ბინძურად გამოიყურება ყველაფერი შიგნით და არ ვიცი მე მაგალითად ჩემი რომ შემეძლოს ანუ
იმაში რომ იყოს შესაძლებლობებში აუცილებლად რაღაცა კარგს გავაკეთებდი. ხო და მოკლედ ესეთი საზიზღრობა. ახლა სამსახურში რომ მივდივარ ხოლმე, ხშირად მიწევს მაქედან გადასვლა, იმიტომ რომ ვერ ვასწრებ ახლა იქით უნდა ჩაირბინო, მერე დაელოდო შუქნიშანს, მერე გადახვიდე, მერე ახვიდე, მოკლედ დრო მეკარგება და ჯერ ისედაც ვერ გავიგე სამარშრუტო ტაქსის გრაფიკი, ძალიან ისე დადიან რა, მოკლედ ვერ ვხსნიან კუბიკებს და დავიღალე. ხან ნახევარი საათითაც ადრე მივსულ უფრო ადრეც რა, მოკლედ ის ცალკე ის არის კიდევ ვერ გაიგებ რა, როდის მიხვიდე არ მიხვიდე. და მოკლედ ყველაზე სწრაფად გადასვლის საშუალებაა ეს მიწისქვეშა გადასასვლელი. და ვერ ვახერხებ. მარტო მე ძირითადად მანდ უფრო ჩადიან მეორადებისთვის გადასასვლელად, როგორც გადასასვლელის გამოყენება, და ქვია მიწისქვეშა გადასასვლელი. ვერ იყენებს ადამიანები, იმიტომ რომ საშინელება ხდება, არ ვიცი, შიგნით. თან ეს მოკლედ არ მინდა რა ხა ბევრი ვილაპარაკო მაგაზე, მოკლედ მისახედია რა ეს. ხო და მერე ყველაფერს იკეთესთან ერთად კიდე ისეთი უხეში დამყიდველები მუშაობენ. რამდენჯერ გადავსულვარ ხო მან აი ესეთ დროს რა 2 საათსა და 3:30-ზე. ანუ უფრო ადრე ხანდახან რომ გადავსულვარ ხო, ხო ვუყურებ, ვუსმენ ამ დიალოგებს და მოკლედ ისეთი უხეშები, ისეთ ფასებს იძახიან, რომ ახალს იყიდი თაში თან საეჭვო წარმომავლობის ისინია, რა ქვია. ანსამბლში, იმიტომ ჩვენ რო გონია რომ უცხოეთიდან ჩამოდის ეს ყველაფერი, ესე არ არის. ანუ მეც ხო ვიძახდი რომ აი კარგია რომ მეორადი ვთქვათ ხარისხიანი, ის უკვე ფერჯერ არის გარეცხელი და დაინახავ ხო, გაფუჭდება არ გაფუჭდება და მოკლედ თან ეს მომხმარებლები რო ეუბნებიან ხოლმე რა ამბავია, რა ძვირია და ისა და ესა არ აინტერესებს უხეშად პასუხობენ. მაშინ წადი და სხვაგან იყიდე და რაღაცა ის, ანუ მე ამდენი მაგ გადასახადი, იმდენი მაგ გადასახადი. მე კიდე მგონია რომ იოლად ცდილობენ ახლა გამოსვლას, იმიტომ რომ რას ქვია მაღაზიას არა გადასახადი. მაღაზიის იმან მე პატრონი უნდა იხადოს იმდენი და ამათ ის ცირედიც თან ყიდი რას ვინც ის ვისი იყო ის ანსამბლში რა ენერგეტიკას ატარებს, მოკლედ მე ესეთი ჩვევა მაქვს ხოლმე რომ ვიყიდი რაღაცა მეორაც ხო, ჯოხას გადავსახავ ხოლმე, ვფიქრობ რომ ანუ განთავისუფლდეს იმ ენერგიებისგან, ვინც ატარებდა რა იცი რა უიღბლო იყო. ან მოკლედ ეს ცოტა ისეთი თემაა რაღაცა, მაგრამ ხანდახან ეგეთ რაღაცებს მჯერა ხოლმე ხო. რატომ ჯერა ეხლა აგიხსნით მაგასაც. მეგობრებო, ესე იგი 10 წლეულების წინ დასიზმრებული სიზმრები რო გისრულდება. აი მაგალითად მარჯანიშვილი თავიდან ხო ვიცი როგორი იყო, როგორი განლაგება ქონდა, სად რა იყო, როგორი იყო.
სიზმარში როგორსაც ვხედავდი, თან ერთხელ და ორჯერ კი არ მესმეჯობოდა რაღაცა ესეთი სერიები ვიყო რა და ზუსტად ისეთი გახდა მეგობრებო. ასევე ჩემი ქუჩა, სადაც ცხოვრობდი, ის ქუჩაც რაღაცა ჩვენი სახლის წინ იყო ადრე ერთსართულიანი სახლები, რაღაცა ეს კერძო სახლები და ვხედავდი რომ რაღაცა პატარა ლამაზი კორპუსები იყო და რაღაც ესეთი, ნუ აი სიზმარში ვხედავდი და დამემოწმებიან ჩემები, მაგას ყვებოდი ხოლმე ადრე დიდი ხნის წინ და ახლა როგორ არის მდგომარეობა ზუსტად ისეთი ის არის შენობები როგორცაც სიზმარში ვხედავდი. ხო და მოკლედ კიდე ადრეც მაქვს მოყოლილი ძველებს შეიძლება გახსოვდეთ 9 აპრილამდე 3 წლით ადრე 9 აპრილი რომ მოხდა ხო 3 წლით ადრე მქონდა ესეთი სიზმარი რომ ვიდექი აივანზე და ვიყურები მეორე სანაპიროზე ვხედავ ანუ სანაპიროს გადახურებით და რა ჩვენი აივანი ანუ ქუჩა მე კიდე სანაპირო და ნუ მტკვარი და იქით კიდე სანაპირო და კარგად ჩანდა რა მოკლედ და ვხედავ ტანკები როგორ მოდიან და გეფიცები ჩვილებს 3 წელი იყო თუ მეტი თუ ნაკლები ნუ დღეებში რა ცდომილება თვეებში მესიზმრება ზუსტად ის რაც ანუ აი თვალწინი დამიდგა სიზმარი საიდან ანუ რაღაცა ხო არსებობს ხო რაღაცა ხდება ხო ხო და მოკლედ ესეთი რამ ხო და ამიტომ ვამბობ რომ რაღაცეების მჯერა ხოლმე რა თქმა უნდა თავი ახლა კარტოფილი და სტაფილო იყოს მოხარშული კი ბატონო მოხარშულია ახლა ვერ მიშელს ხალხი და თან უნდა ვიჩქარო მაღაზიაში წუნდა დავიდე აკვე ასაკლებაში იყო მგონი 2 ნახევრად ბევრი არ მომივიდეს რომ ფაფასავით არ გამოვიდეს წვნიანი და ასე ცუდი სიზმრებით ვქონი ცუდი და სოსო მეკითხება რომ ეხლა სინა სოსო მეკითხება რომ რამე ისეთი კიდე დაგხვარდა სიზმრებიო მეთქი კი მეთქი და იმედი მაქვს იმედი მოლოდინი მაქვს რომ არ ასრულდება ისინი მეთქი იმიტომ რომ ძალიან ცუდი სიზმრები იყო ეს იყო რაღაცა ცა იყო წითელი მოკლედ რაღაცა ომივით იყო ომი განაქვემოთ რაღაცა იმ კოსმოსიდან მოდიოდა რაღაცა და მოკლედ ძალიან ისეთი შემზარავი და მახსოვს სიზმარში ვიმალებოდი ბავშვები ხო რატომღაც მაშინ ჯერ როდის მესიზმრებოდა სოსაც არ იყო დაბადებული რატომღაც 2 ბავშვს მალავდი ერთი ცოტა დიდი იყო მეორე პატარა ხო და რაც მინდა გახსენება ისეთი საზღარი სიზმარი იყო ხო რა ხდება სამსახურში ხო ეს დაბადების დღეს მე ნუ მოკლედ ახლა ხო საჩუქარი გამიკეთეს თანამშრომლება ანუ ცოტა ფული შემიგროვეს ჩვენთან ესეთი ტრადიციაა 4 თანამშრომელმა მომიგროვა დანარჩენიო ხელფასელოდება მგონია რაღაც ესეთი მოკლედ ესეთი ისა ლატარიასავით არის მოკლედ მეც ვდებ ხოლმე როცა თანამშრომლის დაბადების დღეა და ნუ ესე რა ხო და მოკლედ გუშინ პატარა ტორტი წავიღე სამსახურში რომ ანუ გავუმასპინძლებოდი თანამშრომლებს ხო და მოკლედ ხო გუშინ ცოტა სხვა რაღაცებს ვაკეთებდი სამსახურში ძალიან მივიტიშე იმიტომ რომ როცა შეჩვეული ხარ რაღაცის კეთებას მაგალითად სალაროსთან მუშაობასთან დარბაზში როცა ხარ დარბაზში ძირითადად ახლა მომხმარებლებს შეკითხვებს პასუხობ იქ თუ რამე ვთქვათ დასაწყობი აწყობ
ფასების დადება თუ ასე და ასე შემდეგ რაღაცა და ну და გუშინ მომიწია ასე ვთქვათ ხაზს ვეძახით სადაც ანუ ეს საცხობისა და წონით ეს ვიჩინა შაშხი და ძეხვეულის ის დაჭრა თუ ეგ ბლინების ცხობა მოკლედ ბლინები ვაცხი გუშინ მეგობრებო ეს პანკეიკები ძალიან პოპულარულია ერთი ლარი და 50 თეთრი ღირს ორი პანკეიკია შეთყობებული შიგნით არის შოკოლადის კარაქი წასმული მოკლედ იმდენი ელოდებოდა მე კიდე ხა მაინც შეჩვეული რო არ ვარ ამდენი ხა წარმოებაში ამდენის კეთებას მოკლედ ცოტა გადავიღალე ერთი მხრივ კარგია მაგ თვალსაზრისით მეორე ცვლა რომ დილას გამოიძინებ მაინც ადამიანი მეორე მხრივ კიდე დღეს ვერ ვგრძნობ ხო მაგდა თქვამი მოკლედ ახლა ეს გაკეთდება და გონი მარილის დამატებაც არ დაჭირდება ეს ამ გალინა ბლანკას კუბიკებს აქვს თავისი მარილიც და ყველაფერი ესე იგი ახლა ვერმიშელს ველოდები ვერმიშელი უნდა მიხარშოს ცოტა იმიტომ რომ მე რომ აჩერებ წვნიანს ის მე კიდე იბერება ასე რომ ახლა ვეჩავყრი აი ესე დავქვი მე არ ჩანს არაფერი არ ჩანს აი ეს არის დავქვი ამას აფთიაქებში რომ წამოწ რაღაცებს ვაკეთებ მე როგორც სანახს ისე ვიყენ ну პრინციპში სანახია ეს მაქვს უკვე რამდენი წელია არ ვიცი ჯერ ძველ მისამართლებს ვავდი მაშინ ახლა გემოს გავსინჯო მეგობრებო თუ დასამატებელი ექნება მარილი დავამატებ ისეთი მწვანე გამოვიდა წვნიანი და ეს სტაფილოსფერი და ეს ბულგარული წითელი და ყვითელი ისა ფერადია მოკლედ რაგიმრიელია სანამ წავალ მოვასწრებ ჭამასაც ცოტა იდუღოს ერთი რაღაც 2 წუთი უნდა მოკლედ ახლა მეთან ეს ლეგინსები რომ აცვი ამაზე ახლა მე ქუჩაში ვერ გავალ დიდი ამაზე ამ ლეგინსებზე შეიძლება რაღაცა ცოტა გრძელი ჩავიწვა იმიტომ რომ მაინც მაქვს ეს კომპლექსები ვერ იმაშვები ახლა შარვალს ამოვიცმე ეს შარვალი უკვე უნდა გავრეცხო უკვე მალე ისურება იმიტომ რომ ერთი გრძელია მე თუ იწვიმა და წვეთები აი მას შეფები და იმისი ედება ესე ბავშვობიდან მოყოლებული ესე ვარ შეჩვეული ესე ცალფეხს ეს ვიცმე ანუ კი არ ჯდები და ისე კი არ ვიცმე მოკლედ აი ეს ხტუნა თავი დავიბანე გუშინ დილას მაგრამ არ დამიგუთოვებია შევიკარი და ისე წავედი სამსახურში უბრალოდ ჩამოვივარცხნე თუ არ დავივარცხნე თვევი მეგობრებო მაქვს ტალღოვანი ხლა ამასაც შევდებ გუშინ წამოვღე სოსოს რა ორი ნაჭერია ესეთი ქათმის ბურიტო ჩვენთან ყიდება ისე მომეწონა მეგობრებო ისე მომეწონა მაგრამ ცოტა ძვირია ანუ ერთი დიდი ის გამოდის უბრალოდ გაჭრილია და ჩადებულია ესე პატარა კონტეინერში ორი ნაჭერი და საკმაოდ სუყეა ანუ ინციცით რა ქათმის ბურიტო როგორ გამოგვიყვება ნურის ფოთოლშია გახვეული და სოსოს რო ვკითხე ძალიან მოეწონა პრინციპში უყვარს ეს სუში და აჰა ჩაი წაყიდელი
მქონია, მოკლედ. ახლა ვიცი უკვე რა უნდა ამოვიტანო ზუსტად. ხო, სუპი უკვე მზად არის. ესე. ამას გამთა. დავახუროთებზე. და გავემზადები ახლა წავალ. ხო, წავალ მეც ახლა ძალიან შორს მივდიოდი. მოკლედ, პირველ სუპია 5 წუთი. რამდენი ვისაუბრებ? აბა ერთი შევხედე. 5 წუთი კარგად მილაპარაკია მეგობრებო. ეს იყო ძალიან დაბლოკური დანა. გავლეს ისე ადრეც ვთქვი მე ისე კარგად ჭრის ახლა თითები კი მივითალე უკვე. ხო დღეს ესეთი ფერის ლაქი წავიში. ესე. მოკლედ ის მოხდება ვარდისფერს ან ამას ახლა ეს დიდი ხანი არ წამიშვა. მოკლედ ვარდისფერი და მოდი მეთქი რაღაცა სხვა წავიში. ხო, მოკლედ ჩემი ფიქრები რა ხტუნავენ ესე მაიმეცლის გაკო. ცოტა თავი მტკივა. რა ვთქვა რომ არ გამომიძინია თქო მოგატყუებთ, მაგრამ რამოდენიმეჯერ ადგაღამე სოსო და მე ფრიზელი ძილი მაქვს. ხო და მეც გამოვიჭრიდე და საათად გავხედე. ალბათ მაინც ხო გამიწოდა ძილი ქვია. მაგრამ მაინც მე ვთვლი რომ გამოვიძინე. ხო, მოკლედ ველოდები ახლა. უდის დათბება. უდის დაალაგდება სიტუაცია, ჩემ მეზობელს აინტერესებს რიცხველი რომ გამოცვალეს, ახალი ჩვენება რომ მოვა, რამდენი მოვა. მეც მაინტერესებს. და მოკლედ ველოდინი მაქვს რომ ერთიანად იქნებ და ერთიანად არ გადავიხადოთ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ გამოდის მეგობრებო. როცა გაქვს 900 ლარი ხელფასი, აქედან 600 უნდა დენში გადაიხადო, 260 უნდა გადაიხადო. მაშინ რა ქვია, კრედიტი, მაღაზიის ვალი კიდე 400 უბრალოდ რომ დაითვალო ხელფასი გადაცდა უკვე. ხო, YouTube-ის ხელფასი ჩამერიცხა კიდევ კარგი და ბევრი არ გამოვიდა რა თქმა უნდა 200 ლარი იყო. ეს არის ჩემი 3 თვის ნაშრომი. ძალიან ესე мотиваციაც კარგება რა თქმა უნდა. ვიდეოების გადაღების რო ხედავ რომ ამდენი წელია უკვე ვიღებ ვიდეოებს და 3000 გამომწერზე ვერავედი და ნუ კი ნახვები ასე თუ ისე სტაბილურია, მაგრამ ეს გამომწერებს აქცევს ხო იცით ჩვენი უმრავლესობა ესეთი მეშანური შეხედულების ადამიანები საერთოდ რიცხვებს აკვირდება და არა ხარისხინაც ახლა დიდი ისეთი არ მქონდეს, მაგრამ ზოგადად რა არის ეს ფსიქოლოგიაში, რომ ადამიანები აი გამომწერები და რაღაცა ხო, მაგრამ მოკლედ. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ისეთ სამყაროში, სადაც როგორც ერთი ჭკვიანი ადამიანი მეუბნებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომ მუშაობდი. ხო იციო, მადლენა როგორ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც შედო, კაი, ძვირფას ფეხსაცმელი გაწვიაო, კაი, საათი გიკეტიაო, კაი, მანქანაზე ზიხავთ რაღაც. მოკლედ აი ესე გიყურებედო სხვანაირად არა. და სხვათა შორის ხო, მე მახსოვს დიალოგები დღემდე მესმის ხოლმე ტრანსპორტში, ისე გამლელები, სადაც მოვკრავ კურსს რა, მოკლედ როგორ არჩევენ ახალგაზრდები გოგოებს, ანუ ვისი შვილია, რას წარმოადგენს და ასე და ასე შემდეგ. ნუ ეს ახალი ამბავი არ არის და ყველამ ვიცით ძალიან კარგად და ყველა იმიტომ არის, რომ ტყავი დაძვრება და რაღაცის მიღწევას ცდილობს, რომ გურღაც კაი ცხოვრებას მოეწიოს, მაგრამ გონიერი ადამიანი და უფრო ინტელექტით მაღალი დონისა, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები სხვაგვარად ცხოვრობენ და ესეთ რაღაცები დიდად არ აღელვებთ. ხო, კარგით, აბა დაგემშვიდობებით მე ხო გავიქეცი მაღაზიაში და ავტვირთ ამ ვიდეოსაც. კარგით, აბა გაკოცეთ დროებით